მოდი მაგალითად ავიღოთ სატრანსპორტო პრობლემა. ყველა ვისაც არ ეზარება და ერთ-ერთი საკვანძო თემა იქნება მათ შორის ამ არჩევნებში, საუბრობს იმაზე, რომ თბილისში არის გადაადგილება ძალიან არაკომფორტული. და როგორ უნდა მოგვარდეს ეგ პრობლემა, არის სხვადასხვანაირი ვერსია. და იმისთვის, რომ ავხსნათ, როგორ უნდა მოგვარდეს, ჩვენ ჯერ უნდა ავხსნათ პრობლემის არსი რა არის და კალაძის მიდგომა აქამდე როგორიც იყო, რატო არ მუშაობს. მოდი ახლა მაგის ახსნას დავიწყებ ელემენტარული რაღაცებით. აი ქუჩაში რო დადიხართ მაგალითად თბილისში. და ხო არ ეხლა ბასლაინია გაკეთებული, გზა არის და გვერდით არის კიდე ზოლი დატოვებული, რომელიც ამცირებს ამ გზას ველობილიკი. აი საიდან ხო ვითომ აი მარტივიდან ვიწყებ, მაგრამ კონცეფციის ასახსნელად ეგ საჭირო არის. აი რა განზრახვა იყო, როდესაც მაგ ველობილიკს აკეთებდნენ, ხო? აი მაგალითად კალაძე ან ვიღაც მაგისი თანამშრომელი ჩაფრინდა რაღაც ამსტერდამში და ნახა რომ აი 60 წლის ბებია ველოსიპედით დადის იქ ან ვიღაცა დაუშვათ 45 წლის ტიპი სამსახურში დადის ველოსიპედით და რა კარგია როგორი ევროპული მიდგომა მოდი თბილისშიც გავაკეთოთ და გააკეთეს ველობილიკი ოღონდ თბილისში 60 წლის ბებია ველობილიკზე არ უნახია არავის და მაგას აქ ერთი ბანალური მიზეზი. თბილისი რო სამტრედიის ადგილას იყოს განლაგებული გეოგრაფიულად, ბრტყელი რო იყოს აქაურობა, ბაზარი არ არის იმუშავებდა, მაგრამ თბილისი არის განლაგებული დინარის ხეობაში, ორივე მხარეს არის მთები. ეგეთი გეოგრაფია აქვს რა. აი მე მაგალითად ვარ ადამიანი, რომელიც ნახევარი წელი მართლა ველოსიპედით დავდიოდი თავის დროზე სამსახურში. და მაშინ აი ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი, ვარჯიშობდი როგორიც, აი თავგადაკლო და ძალიან მიჭირდა, იმიტომ რომ არ არის მაგ ტრანსპორტისთვის აქაურობა შესაბამისი, ხო? და აი ამ წვრილმას რატო ყვებიცი, თბილისს აქვს თავისებური გეოგრაფია. რა პრობლემებია თბილისში გადაადგილების? ერთი სანაპიროდან მეორე სანაპიროზე მოხვეთ რა, იმიტომ რომ ხიდები კი არის, მაგრამ მან პრობლემაა ხოლმე, ეგ ქმნის. და მეორე, რომელ სანაპიროზეც არ უნდა იყო, ორივე მხარეს არის თაგორიანი რელიეფი, არ არის მანდ მარტივად მისვლა სადღაც რთული რელიეფის ქალაქი არის. ამიტომ აქ უნდა იყოს გათვალისწინებული თბილისის გეოგრაფია. რა მიდგომა აირჩია კალაძემ? კალაძემ აირჩია ეს მე რაც ვთქვი, ამსტერდამი ნახა ვიღაცამ და გადაწყვიტა რომ მოდი აქ გავაკეთოთ, ეგეთი მიდგომა რომ მოდი გავართულოთ თბილისელებისთვის მანქანით სიარული თბილისში, რომ ნელ-ნელა გადაჯდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ეს იყო დოქტრინა. თან ამას კი არ ვიგონებ, ეს იყო გამოცხადებული. ამისთვის რა გააკეთეს? პარკირების გადასახადი გაზარდეს უაზროდ და ჯარიმები გაზარდეს უაზროდ. რაღაც 10 ლარი რო იყო ჯარიმა 50 გახადეს. და ამან არ გამოიწვია ის ეფექტი, რაზეც იყო ეგ ყველაფერი გათვლილი. ანუ ეგ წარმოდგენა, რომ აი ვიღაცა თბილისელი, რომელიც მანქანით მიდიოდა სამსახურში, ამის გამო ადგა და გადაჯდა ავტობუსი, არ მოხდა ეგ. ერთადერთი რაც გამოიწვია კალაძის მაგ მიდგომა ის არის, რომ აი ეგ ტიპი ისევ თავის მანქანაში 10 წუთი რო იდგა საცობში, ეხლა დგას 2 საათი. მეტი არაფერი არ მომხდარა. და არის რამდენიმე რაღაცა, რაც შეიძლება იდეაში გაკეთდეს რა. ერთი ვარიანტი მაგალითად აი გირჩი რასაც ამბობს ეგ არის, რომ უნდა დავამატოთო მეტროსადგურებიო და ეგ ცუდი იდეა არ არის, ოღონდ ერთი პრობლემა არის, რომ ეხლა მე რა თუ აირჩიო მაგალითად, ვინც მაგას აყენებს, მაქსიმუმ ერთი მეტროსადგური დაამატოს მაგ 4 წელიწადში, ეგეც არის აი ყველაზე ოპტიმისტური გათვლა, რაც კი შეიძლება. აი ყველაზე ოპტიმისტური გათვლით შეიძლება ერთი მეტროსადგური დავამატოთ. კი ბატონო, დავუმატოთ მაგის წინააღმდეგ არა, მაგრამ ეგ არ მოაგვარებს ამ საკითხს. რა არის გასაკეთებელი? ერთი მუნიციპალური ტრანსპორტი რაც აქვს, ეგ არის ცუდ მდგომარეობაში, ანუ უფრო უკეთესი მუნიციპალური ტრანსპორტია და მეტი არის დასამატებელი, რომ რაღაც 10 წუთში ერთხელ რომ მოდის სადღაც ავტობუსი, უნდა 3-4
წუთში ერთხელ თუ რეგულარულად მოდის, არის სუფთა, გამართული, მოწესრიგებული. ეგ არის ერთი კომპონენტი. მეორე კომპონენტი არის უკვე არსებული მეტროპოლიტენი, რაც არის. მანდ არის შემადგენლობები დასამატებელი. იმიტომ რომ არის მომენტები, აი ყველას გვინახავს ეგ ცნობილი სურათი, რომ კონკრეტულ მეტროს ადგურებზე აი ზღვა ხალხი დგას და აი ძრვა არ არის. ეგ რატო ხდება? იმიტომ რომ მაღალი დატვირთვა შემადგენლობები არ ყოფნის. და არის მესამე კიდე ინიციატივა, რომელზეც ცალკე კიდე ვიდეოს ჩავწერ, რომელიც ჩემი აზრით არამხოლოდ თბილისისთვის იქნება ამ სატრანსპორტო თემის ნაწილობრივი მოგვარება, არამედ შეიძლება ამ თბილისის გარკვეულწილად სავიზიტო ბარათიც გახდეს. თავის დროზე რაღაცა მაგის ჩანასახოვანი ელემენტები კომუნისტების დროსაც არსებობდა და მე მაქვს საუბარი საბაგირო გზებზე. ანუ მაგალითად მეტრო დელისიდან ტბამდე, ლისის ტბამდე იყო საბაგირო, ვაკიდან კუსტბამდეც იყო საბაგირო. ეს რატო? დინარის ხეობაში რო არის ქალაქი, ამ თაგორიან რელიეფზე ზემო დასვლა არის ერთ-ერთი ამოცანა და ქვემოთ დაშვება, რასაც ხალხი ტრანსპორტირებისას ჭრის. ეს ქსელი რო გაფართოვდეს, ანუ საბაგიროების ქსელი რო გაჩნდეს, რომელიც ინტეგრირებული იქნება, მაგით წყდება ორი პრობლემა. ერთი, აი ეს ნაკადის ალტერნატიული საშუალება ჩნდება, რომ ადამიანი სადღაც ნუცუბიძის პლატოზე რო ცხოვრობს, ან ჩამოსვლას ახერხებს მარტივად. და მეორე, ეგ ქალაქისთვის იქნება როგორი სავიზიტო ბარათი, იცით, აი დღეს ჭიათურაში დადიან ტიპები, რომ გადაიღონ იქთან, ეგ არ არის მოწესრიგებული და არ არის ეგ ესთეტიურად ლამაზი, მაგრამ მაინც ისეთ გარემოს ქმნის, რომ ქალაქის სავიზიტო ბარათია. თბილისში რო ეს ქსელი შეიქმნას და ანუ ავტობუსების გაჩერებები და აი ეს ქსელი საბაგიროების, რომ ინტეგრირდეს ერთმანეთთან, თან ამისი აშენება და გაკეთება არის ბევრად უფრო მარტივი საინჟინრო პროექტი, ვიდრე მეტროპოლიტენი. იმიტომ რომ მეტროპოლიტენის შენება ნიშნავს მიწის ქვეშ ისეთი კომუნიკაციების გაყვანას და უკვე არსებულისთან გათვალისწინებით. რა დონის საინჟინრო სამუშაოებსაც საქართველოში ეხლა დიდად ვერავინ ვერ აკეთებს. მაშინ უცხოელი კომპანია უნდა ჩამოიყვანო და ის რამდენი წელიწადში რას გააკეთებს, კიდე საკითხავია. ეს უკვე გაგვიკეთებია, ჩანასახოა მდგომარეობებში, უკვე არსებობს სადღაც. ეს რო შეიკრას როგორც საერთო ქსელი და ამ საბაგიროების საკვანძო წერტილებიდან მე ავტობუსები მოძრაობდნენ და ეს იყო საერთო ჩაკეტილი სისტემა, ეგ თბილისის იერსახესაც და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასაც სერიოზულად გააუმჯობესებს. და ერთ-ერთი შეთავაზება მაგალითად თბილისელებისთვის რაც გვიქნება, იქნება აი ეს საერთო ხედვა, ანუ მეტი ავტობუსი და უფრო მოწესრიგებული რაოდენობების დამატება, მეტროპოლიტენში შემადგენლობების დამატება და ეს საბაგიროების ქსელის დამატება. კომპლექსურად ეგ გაადვილებს და პლუს აუცილებლად ჯარიმების შემცირება 10-ჯერ პარკინგზე და პარკინგის გადასახადის შემცირება 10-ჯერ. ტყუილა უქმნით ხალხს დისკომფორტს. არ გადაჯდა ძალით და ძალადობით და დაძალებით ეგ ხალხი ამ მუნიციპალურ ტრანსპორტზე. ჯარიმებით ძალით კი არ უნდა შევტენოთ ეგ ხალხი. მოდი ისეთი მუნიციპალური ტრანსპორტი გავაკეთოთ, რომ თვითონ მოუნდეს მაგ ადამიანს გადაჯდომა იქ.